ავტომობილების უწყვეტი ნაკადი, ხმაური, ქაოტური მოძრაობა და გამონაბოლქვი. ეს დიდი ქალაქების ყოველდღიურობაა. სწორედ ამიტომ ურბანულ სივრცეში მწვანე ზონებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადგილებს, სადაც შესაძლებელია ქალაქის ქაოს მოსწყდა, ჩაისუნთქოს უბთაჰაერი და ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი ადგილები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოსახლისათვის. სწორედ ასეთი სივრცე არსებობს თბილისში. ურბანული ტყე, თაწმინდის ფერდობზე გაშლილი მწვანე სივრცე, რომელსაც ხშირად დედაქალაქის ფილტვებსაც უწოდებენ. პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებით განხორციელდა. 2020 წლიდან დაწყებული პროექტი, რომლის მიზანიც ფერდზე არსებული ტყის მასივის აღდგენა და ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნა იყო, დღეს თითქმის დასრულებულია. პროექტი 6 წელია მიმდინარეობს 2020 წლიდან დღემდე. სტრესი, ცხოვრები და გაუდინარი რომელიც ადამიანებს გალაქტიკაში და პეტროში კონოტების საშუალება რომ რაც შეიძლება მოკლევადაში და ახლოს მიწვდომადი ყოფილიყო ისეთი ტერიტორიები, რომლებიც მაქსიმალურად ველურ ბუნებასთან მიახლოებული იყო და როგორი ტიპის აქტივობებითაც არ უნდა გიტოდეს. დაკავება, ეს იქნება სპორტი, ეს იქნება რეკრეაცია, ეს იქნება იოგა, ეს იქნება ძაღლის გასეირნება, ოჯახის წევრების გამოყვანა, ბავშვებთან ერთად გასეირნება, ნებისმიერ და ეს ადგილი არის მაგისთვის საუკეთესო. ყველაზე მთავარი რა არის, რომ ეს არის განგრძობადი პროექტი. ანუ ეს არ არის, რომ დავიწყეთ და всё, ეხლა ვამთავრებ და გადავწყვეტ. არა. ეს მუდმივად განვითარებადია და მუდმივად ისეთი რაღაცეები ჩდება, რომელიც სიახლე არის და რომელიც დარწმუნებული ვარ თბილისის მოქალაქეებს და მის სტუმრებს ძალიან გაახარებთ. რამდენიმე წლის წინ აქაურობა სრულიად განსხვავებული იყო. დაზიანებული ტყის მასივი, გამხმარი ხეები და დარღვეული ეკოსისტემა. წლების მანძილზე შესრულებული არაერთი რთული სამუშაოს შედეგად სივრცე სრულად აღდგენილია, გამწვანებულია. დაირგო 700.000-მდე ნერგი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თითქმის 700 ჰექტარ ფართობს. პროექტის კიდევ ერთი მთავარი მიმართულება ბიომრავალფეროვნების აღდგენა იყო. ამისთვის კი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა კოლხური ხოხობი, კაკაბი, ხოლო ტყის ბილიკებზე სეირნობისას შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფრინველების ხილვაც. ამ ეტაპზე უკვე ჩვენ გვაქვს რა 700.000 ნერგია დარგული. ბუჩქოვანი, მარადმწვანე და სხვა. ეს არის კვლევის მიხედვით რამაც მოითხოვა ეს, იმიტომ რომ განამარტო ვიზუალიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ვიზუალი იყოს, ჩვენ მქონდეს ლამაზი ფერდი, ქალაქიდანაც ჩანდეს ლამაზად და ამ დროს ამ სცენარებმა უნდა შეასრულონ თავისი საქმე. ეროზიიდან დაგვიცვან კლიმატი, ყველაფერი და ეს ყველაფერი არის ჩატებული შირინი უმაღლეს დონეზე. 40 კილომეტრი ბილიკის რეაბილიტაცია გაკეთა, 4 კილომეტრი გავიყვანეთ ახალი. ამის გარდა აქ არის წყაროები, რომელიც აღვადგინეთ, გავაკეთეთ, მოვაწყოთ ყველაფერი. 700 ჰექტარის მოვლა და მოყვანა ესე მარტივი არ არის. თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ბუნებასთან შეხამებული. აუცილებლად აქ ჩვენ ბეტონს, რკინას, რაღაცებს გამოვრიცხავთ, რომ ამოხვიდე და დაესვენო ბუნებაში და შეხედეთ ახლა ნახეთ, აბა ერთი არაფერი არ გაწუხებს, ყველაფერი სიმწვანეშია, ყველაფერი ლამაზად გამოიყურება და თუ გინდა და აი ქალაქის ცენტრში კონდეს ესეთი ადგილი, ეს არის იშვიათობას. ველური ბუნება მთაწმინდის ფერდობზე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. ტყის ბილიკების სტუმრებს სიმწვანეში მიუძღვება. გადმოსახედები კი თბილის სრულიად განსხვავებული კუთხით აჩენს. აქ შეხვდებით ველობილიკებს, ფრინველებზე დაკვირვების სპეციალურ ქოხს, ბულბულების ჭალას, ფანჩატურებსა და მოსასვენებელ სივრცეებს. განსაკუთრებული ის არის, რომ ინფრასტრუქტურა ბუნების ხასიათს არ არღვევს. ხის მასალით მოწყობილი სივრცეები, გრუნტოვანი ბილიკები და ბუნებრივ ლანდშაფტში შერწყმული ელემენტები ტყის ველურ იერს მაქსიმალურად ინარჩუნებს. შაბათ-კვირას აქ ხშირად ნახავთ ოჯახებსა და მეგობრებს, რომლებიც ქალაქის ხმაურს გაურბიან. ფანჩატურებში გაშლილი სუფრები, მწვადის სურნელი და სიმწვანეში გატარებული დრო. ურბანული ტყე დღეს დასვენების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია დედაქალაქში. სპეციალურად გამოყოფილი საპიკნიკე და კოცონის ზონები კი საშუალებას იძლევა ადამიანებმა ბუნებაში კომფორტულად დაისვენონ, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. ვთვლი რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ ფონდი ქართულს მორიგი სასწაული, იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ დღეს ასე დაბინძურებულია ქალაქი, რომ რთულია ეს გარემო, სადაც ვიმყოფებით, ამას მოისმენთ ყველგან აბსოლუტურად და კარგი იქნება ამ ადამიანებისთვის იმის გაგება, რომ თურმე ჩვენზე ზრუნავენ, თურმე
აი ეს ფერდობი, რომელიც იცავს რეალურად დღევანდელ თბილისს, არის თბილისის ფილტვები და როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გოჩესგან და ბატონი თემურისგან 15-ოდე წელიწადში საერთოდ სრულიად ახალი საფარი ექნება, მწვანე საფარი ჩვენს დედაქალაქს. ჩვენმა ტურისტებმა უნდა ნახონ თუ რას ფლობს ქალაქი, როგორ სიმწვანეს, როგორი საოცარი და სათუთი მოპყრობა აქვს ყველაფერს, რაც არის მწვანე საფარი, რაც არის ყვავილი, ფრინველები, ცხოველები, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი ლამაზი ასეთი არა ინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ პროექტი ბუნება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ სრული ფილტვებით ვისუნთქოთ. პირველად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მოვლილი მგონია მაქვს და ტყეც ვიცი და ღრეც ვიცი და ქვემოდან რომ უყურებ ერთი თამუნ მეგონა და თურმე აქ ისეთი ამბავი არის, რომ დღეს ამას იქეთ დავიწყე, ასე ვთქვათ, აგიტაცია, პროპაგანდა, რომ აქ უნდა იაროს ბევრმა. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ასეთ ადგილებს, ტყეებს, ასეთ მოვლისთან, რაც თავარია. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ამ სიმაღლეზე შეიძლება ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში ამოხვიდე. თან იმდენი მარშრუტიდან ამოხვიდე და თან მოწესრიგებულად, მოვლილად, თან ისეთი გასართობი რაღაცებიც არის გაკეთებული, აი რაღაცებს ააწყობ, რებუსებს, ისწავლი, წარწერებს, რაღაცებს აიკითხა, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ასე რომ ძალიან კარგი და პატრონიანი ადგილია, ასე ვთქვათ. და ვურჩევ, რომ ყველას განსაკუთრებით ამ სიცხეებში, ასეთ ჰაერში და ასეთ ბუნებაში კარგი ამბავი ექნებათ ნამდვილად. რაღაცა ყური მქონდა მოკრული, რომ ესეთი რაღაცა აკეთებოდა, მაგრამ თან მიუხედავად იმისა, რომ აქ ვერ ვცხოვრობ. ხო და რაც მე ვნახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და საერთოდ რო დაფიქრდება, კაცი. აი ხო აკეთებენ ბევრი ადამიანი აკეთებს რაღაცა ერისთვის, რაღაცა ამის აკეთებენ მიხარია, მაგრამ აი ესეთი საქმე და ესეთი ეროვნული საქმე არ ვიცი, აი არავის ვერ აწონი, ხო არის რაღაცას აწონი და ამას ეს აუწონარი რაღაცა. ურბანული ტყე ადგილობრივებს და ტურისტებს მასპინძლობს. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მასთან მისვლა 14-მდე ამოსასვლელით არის შესაძლებელი, რაც ამ სივრცეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. საკავრობას მე შევაბერდი 74-ისა ვარ. ხო და ეხლა მაინც დავდივარ წინათ, აღამთებში დავდიოდი. ეხლა კიდე აქ დავდივარ. აი იმ ადგილებში სულ მოვლილი მაქვს. მე გავიგე, რომ ივანიშვილმა გააკეთა და მე ფიქრობ, რომ ეგ ძალიან კარგი ადამიანია. თბილისის ურბანული ტყე მხოლოდ რეკრეაციული ზონა არ არის. ეს არის აღდგენილი ბუნება, ქალაქისთვის დაბრუნებული სუფთა ჰაერი და ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ თანამედროვე ქალაქში შესაძლებელია სივრცის შექმნა, სადაც ადამიანი და ბუნება ერთმანეთის გვერდით ჰარმონიაში არსებობენ.